10 თვეა უკვე ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია და მიუხედავად იმისა, რომ თავისი გაპრეზიდენტების პირველსავე დღეს ქალად გადაცმული მამაკაცების ქალთა სპორტულ სახეობებში მონაწილეობა აკრძალა, ამ სარეველასავით გავრცელებული შიზოფრენიის ბოლომდე ამოშანთვა ჯერ მაინც ვერ შეძლო. სამაგიეროდ ბოლო 8 თვის განმავლობაში კაბიანი მამრების მიერ ქალთა სპორტის მისაკუთრება კონსერვატიზმსა და ფსევდოლიბერალიზმს შორის დაპირისპირებისა და კამათის მთავარი თემა გახდა. პირველი ბრძოლები სასამართლოში გაიმართა, სადაც Deep State-ის კონტროლირებადმა მოსამართლეებმა ტრამპის განკარგულების დაბლოკვა დაიწყეს. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა ამ პირველ ინსტანციებში პრეზიდენტის ბრძანება თითქმის ყველა შტატში შეაჩერეს. ვითომ ქალად გადაკეთებულ მამრებს გადაეფარნენ დემოკრატი გუბერნატორებიც. თავიანთი შტატები LGBT თავშესაფრებად გამოაცხადეს და ტრანსგენდერებს ქალთა სპორტის მითვისების უფლება შეუნარჩუნეს. მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორმა იმდენი მოახერხა, რომ ქალთა ძალოსნობის ჩემპიონატში მამაკაცს მიაღებინა მონაწილეობა, რომელმაც ქალებისთვის განკუთვნილი არაერთი ოქროს მედალი მოიგო და თავის კაცურ კერძზეც ჩამოიკიდა. მოკლედ, ტრანსები ქალთა სპორტში დღეს ყველაზე განხილვადი თემაა დასავლეთში. თითქოს და იმაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა მთელი სერიოზულობით კაცის ფიზიკური უპირატესობის მტკიცება და ქალის ბიოლოგიასთან შედარება გიწევს. მაგრამ რას ვიზამთ, როცა ისეთ აბსურდულ სამყაროში გიწევს ცხოვრება, სადაც მილიონობით ადამიანს დააჯერეს, რომ კაცი თუ ტესტოსტერონის დონეს დაიწევს, ქალი გახდება, სხვა გამოსავალი აღარ რჩება. დეტალურად უნდა აუხსნა ამ Deep State-ით დაბოლილ ადამიანებს, რომ კაცის ფიზიკური მონაცემები მაინც ყოველთვის აღემატება ქალისას. ამ უპირატესობებს ძირითადად განსაზღვრავს სქესობრივი ჰორმონები, გენეტიკური სტრუქტურა და ანატომიური თავისებურებები. კაცს აქვს უფრო დიდი და ძლიერი ძვლები, ორჯერ უფრო დიდი კუნთოვანი მასა. კაცს აქვს გაცილებით დიდი ფილტვები, ორჯერ დიდი გული, რაც გაცილებით მეტი ჟანგბადის მიღების საშუალებას იძლევა. მამაკაცებს აქვს 12%-ით მაღალი ჰემოგლობინი, რაც უფრო მეტად ამტანს ხდის მას ქალთან შედარებით და ასე შემდეგ. ტესტოსტერონის დონის დაკლების შემთხვევაშიც კი კაცი ბევრად ძლიერი რჩება ქალზე. ყველა უპირატესობა რომ აღარ ჩამოთვალო, გეტყვით, რომ მამაკაცს საშუალოდ 50%-იანი უპირატესობა აქვს ქალთან შედარებით. ახლა კი უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ ბიოლოგიური უპირატესობის გამო რამხელა უსამართლობა ჩნდება, როცა ბიოლოგიური მამრი ქალებთან ერთად მონაწილეობს სპორტულ ასპარეზობებში. ერთია უსამართლობა, მაგრამ არანაკლებ საგანგაშოა სპორტსმენი გოგონების უსაფრთხოების საკითხი. ნავარჯიშევი, თუნდაც პომადიანი კაცის დარტყმულმა მუშტმა ქალი შეიძლება არა მხოლოდ ნოკაუტში ჩააგდოს, არამედ შეიძლება მოკლას კიდეც. 21 საუკუნის ყველაზე დიდ უსამართლობაზე და გენდერული შიზოფრენიის მიზეზ შედეგობრიობაზე ფსიქოლოგთან რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ უკვე სიუჟეტის შემდეგ. რაც უფრო მარტივია ჭეშმარიტება, მით უფრო მიუღებელია ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ისთვის. სწორედ ყველაზე ელემენტარულ საკითხებს ებრძვის Deep State-ი ყველაზე მძლავრად და ცდილობს ნებისმიერი კანონზომიერება ეჭვქვეშ დააყენოს. მაგალითად, ქალი რომ ქალია და კაცი კაცი, აი ასეთ უმარტივეს ჭეშმარიტებასაც კი პროპაგანდითა და დეზინფორმაციით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. რითაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აჯერებენ კიდეც, რომ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც იტყვის, რომ თავს ქალად გრძნობს, ის ქალია და ისე უნდა მოეპყრონ, როგორც ნამდვილ ქალს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ვინმე არ დაეთანხმება ტრანსფობის, ბნელის და მტრის იარლიხს აკერებენ. მიზანი ნათელია, მათ სურთ გამოიყვანონ ახალი ტიპის საზოგადოება, არანაირი ტრადიციის, ღირებულებების და რწმენის მქონე, მორჩილი ბრბო, რომელსაც ადვილად მართავენ. ამისათვის კი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ ტრადიციული ჭეშმარიტ წესებზე დაფუძნებული წესწყობილებაა, ამიტომ ის უნდა დაემხოს. ყველაფერი ტრადიციული უარსაყოფად იყენებენ ყველა სივრცეს, მათ შორის სპორტს, რომელზეც Deep State-ი დიდ იმედებს ამყარებს. სპორტულ შეჯიბრებებში შედეგს განსაზღვრავს არა მხოლოდ ნიჭი და შრომა, არამედ ადამიანის ფიზიოლოგიური შესაძლებლობებიც. სწორედ ამიტომ სპორტში მამაკაცებისა და ქალების კატეგორიები ისტორიულად განცალკევებულია. ეს განპირობებულია ბიოლოგიური განსხვავებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს, მაგრამ სწორედ ამ ელემენტარული ჭეშმარიტების უარყოფას უკვე 10 წლეულებია ცდილობენ.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკაში ტრანს ქალი სპორტსმენების ნამდვილი ბუმი დაიწყო. ლია თომასი ტრანსგენდერი ქალი მოცურავეა, რომელმაც 2022 წელს ამერიკაში სპორტსმენთა ეროვნული სტუდენტური ასოციაციის რამდენიმე ტიტული მოიგო. რა თქმა უნდა, ქალთა შორის. თომასი 2019 წლამდე პენსილვანიის უნივერსიტეტის მამაკაცთა ნაკრებში გამოდიოდა. 2019 წელს კი მან ჰორმონოთერაპია დაიწყო და ჰოის აუცრებავ კაცთა შორის არაფრით გამორჩეულმა მოცურავემ ქალების კატეგორიაში მედლებიც მოიპოვა. 2022 წელს ფრენბურთელი ქალი 17 წლის პეიტონ მაკნაბი სერიოზული ჯანმრთელობის დაზიანებით კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ტრანსგენდერი მეტოქის ბლერ ფლემინგის მიერ მთელი ძალით მოგერიებული ბურთი მას პირდაპირ სახეში მოხვდა და მიწაზე უგონოდ დაეცა. შემთხვევამ მის სპორტულ კარიერას ბოლო მოუღო. სელინა სოული კონექტიკუტის საშუალო სკოლაში მძლეო ცნობით იყო დაკავებული და სპორტულ კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ რეგიონალურ შეჯიბრებებზე მოსახვედრად ვერ მოახერხა კვალიფიკაციის გავლა. მისი ადგილი დაიკავეს ბიოლოგიურმა ბიჭებმა, რომლებიც თავს გოგონებად მიიჩნევდნენ და შესაბამისად ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის უფლებაც მისცეს. ასეთი შემთხვევები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მრავლად იყო. უამრავმა გოგონამ იზარალა, ვერ მოიგო მედლები, ან ვერ მოხვდა სხვადასხვა ტურნირზე ტრანსების გამო. მეცნიერები ასახელებენ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომლებიც მამაკაცებს ფიზიკურ უპირატესობას ანიჭებს. პირველი და მთავარი განსხვავებაა ჰორმონალური სისტემა. ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში საშუალოდ 10-15 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. ტესტოსტერონი კი პასუხისმგებელია კუნთოვანი მასის ზრდაზე, ძვლის სიმკვრივეზე და კუნთის აღდგენის სისწრაფეზე. ამ ჰორმონის გავლენით მამაკაცებს უფრო ძლიერი კუნთები, ფართო მხრები და სისხლში მეტი ჟანგბადის გადამტანი უნარი აქვთ. გარდა ამისა, მამაკაცებს საშუალოდ 10-12%-ით უფრო დიდი გულისა და ფილტვების მოცულობა აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს ფიზიკური დატვირთვის დროს უკეთ შეინარჩუნონ მაღალი ტემპი. ქალთა ორგანიზმი კი უფრო ადაპტირებულია ენერგიის დაზოგვასა და გამძლეობაზე, რაც აჩვენებს, რომ ბუნებაში ორი სქესის ორგანიზმი განსხვავებულია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ჯერ კიდევ 2004 წელს მისცა. თუმცა პირველად ღიად ტრანსგენდერი სპორტსმენი ოლიმპიურ ასპარეზზე მხოლოდ 2020 წლის ტოკიოს ღონისძიებაზე გამოჩნდა. ახალი ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და პრეცედენტი შექმნა. ის მძიმე წონის ძალოსნობის ქალთა კატეგორიაში ასპარეზობდა. ამის შემდეგ იყო დიდი სკანდალი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, სადაც მოკრივეთა შეჯიბრზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ალჟირელი იმანე ხალიფი გამოვიდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ხალიფი სრულფასოვანი ქალი არ იყო, რაც შემდგომ ფრანგი ჟურნალისტის მოკვლევის შედეგად დოკუმენტურადაც დადასტურდა. ეს არ ყოფილა Deep State-ის ერთადერთი მცდელობა პარიზის ოლიმპიადაზე ტრადიციული ფასეულობების დაცინვისა. ღონისძიების გახსნაზე ორგანიზატორებმა საიდუმლო სერობის პაროდია შემოგთავაზეს, სადაც ქრისტეს ადგილას ტრანსი დგას. მის გარშემო კი სხვა უყუღმართები ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. 2028 წელს ზაფხულის ოლიმპიადა ლოს-ანჯელესში უნდა ჩატარდეს, სადაც ტრანსი სპორტსმენები მონაწილეობას დიდი ალბათობით ვეღარ მიიღებენ. ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ განუცხადა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. მისი თქმით, ტრანს სპორტსმენებს ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვებს. ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებაც მიიღო, რათა აშშ-ში ტრანსების შემოტევებისგან ქალი სპორტსმენები დაეცვა. ამ აღმასრულებელი ბრძანებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ომი ქალთა სპორტთან დაკავშირებით დასრულდა. ჩვენ დავიცავთ ქალი სპორტსმენების საამაყო ტრადიციას და არ მივცემთ უფლებას კაცებმა მიაყენონ ზიანი. მოატყუონ ჩვენი ქალი და ჩვენი გოგონა სპორტსმენები. ამიერიდან ქალთა სპორტი მხოლოდ ქალებისთვის იქნება. ამის მიუხედავად, ამერიკაში მორიგი ინციდენტი ტრანს სპორტსმენის მონაწილეობით მიმდინარე წლის 30 მარტს მოხდა, სადაც ქალი მოფარიკავე სტეფანი ტერნერი კაბიან კაცს რედმონდ სალივანს უნდა დაპირისპირებოდა. ტერნერმა პროტესტის ნიშნად მოიხსნა ნიღაბი და მუხლი მოიდრიკა ტრანსგენდერ მოწინააღმდეგე რედმონდ სალივანთან დაპირისპირებამდე. რა მოხდა ამის შემდეგ? საჯმა ქალ სპორტსმენს შავი ბარათი უჩვენა, რაც ტურნირიდან დისკვალიფიკაციას ნიშნავს და გამარჯვებულად ტრანსი გამოაცხადა. სპორტული შეჯიბრებების მეშვეობით ტრანსების პოპულარიზაციას Deep State-ისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერჯერობით მაინც ახერხებენ ტრანსი სპორტსმენების შეჯიბრებზე გაყვანას.
არადა სპორტულმა ორგანიზაციებმა, იქნება ეს ოლიმპიური კომიტეტი თუ საერთაშორისო ფედერაციები, თავის დროზე ცალკე ქალთა და მამაკაცთა კატეგორიები იმისთვის შექმნეს, რათა ყველა მონაწილეს შეჯიბრზე თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობა ჰქონოდა. როდესაც მამაკაცი ტრანსგენდერად არის იდენტიფიცირებული და ქალთა კატეგორიაში ასპარეზობს, ის ბუნებრივად ინარჩუნებს იმ ფიზიკურ უპირატესობებს, რომლებიც მამაკაცურ ორგანიზმს ახასიათებს, მიუხედავად ჰორმონალური თერაპიისა. კვლევების მიხედვით ტესტოსტერონის დონის შემცირებაც კი სრულად ვერ აქრობს ამ უპირატესობას. მაგალითად, ძვლების სიმკვრივე, მხრების სიგანე და კუნთების სტრუქტურა დიდწილად უცვლელი რჩება. როდესაც ფიზიკურად უფრო ძლიერი სხეულის მქონე ტრანსი ქალთა კატეგორიაში გამოდის, ეს ბუნებრივად ამცირებს ბიოლოგიურად ქალ მონაწილეთა შესაძლებლობებს და ზიანს აყენებს თავად სპორტის არსს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობის პრინციპზე. მოკლედ, კაცსა და ქალს შორის ფიზიკური განსხვავება ბიოლოგიურად, ანატომიურად და ჰორმონალურად უდავოა. ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ ერთი სქესი უკეთესია მეორეზე, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებამ შექმნა საფუძველი, რომ სპორტში ყოფილიყო ცალკე ქალთა და ცალკე მამაკაცთა კატეგორია. Deep State კი უარყოფს ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ერთია და მეცნიერულად დადასტურებული. ტრანს ქალი ვერასდროს გახდება ნამდვილი ქალი, ისევე როგორც ტრანს მამაკაცი ვერასდროს გახდება ნამდვილი კაცი. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა სიღრმისეული ანალიზის დროა, რისთვისაც ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მოგესალმებით. აი, ძალიან ბევრი ესეთი სამედიცინო, საერთაშორისო, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა ადასტურებს ერთმნიშვნელოვნად, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება ბიოლოგიის ეს არის ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვნად მუდმივი. ანუ არ იცვლება, კაცი ყოველთვის დარჩება კაცად და ქალი ყოველთვის იქნება ქალი. იგივე კვლევა ადასტურებს, რომ კაცმა რამდენიც არ უნდა მოინდომოს და ხელოვნურად შეიმციროს ორგანიზმში ტესტოსტერონი, ის მაინც 10-ჯერ უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ქალი. აი მიუხედავად ამისა, მთელი ეს ფსევდოლიბერალური სამყარო ითხოვს, რომ ამ კაბებში გამოწყობილი მამრები დავუშვათ ქალთა სპორტულ სახეობებში ასპარეზობისთვის. აი თან გვეუბნებია, რომ ამას ქვია ტოლერანტობა, ამას ქვია მრავალფეროვნება, ამას ქვია ინკლუზიურობა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რა ქვია ამას? ნუ პოლიტიკური მდგენელი და ფიზიკო-ფსიქოლოგიური მდგენელი ეს რო გავყოლთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ პოლიტიკური მდგენელი თან დიდი პოლიტიკა და პატარა პოლიტიკა. პატარა პოლიტიკა არის ის, რომ იმ გუნდს, რომელშიდაც კაცი დააყენეს ქალის მაგივრად, აწყობს ეგეთი თვალთმაქცობა, ხო, ვითომ ძალიან შორს მიმოვალი თვალთმაქცობა. ლიბერალია, ხო? და დიდი პოლიტიკა არის იმაში, რომ გაატარონ მაგ ტიპის ზოგადი განწყობილებები, იყოს შტამპი საზოგადოებრივი ავტომატურად, რომელიც მოქმედებს ადამიანებზე და იმზე მოქმედების იქონიონ გავლენა. ეხლა მასეთი ეტაპები, ხო გეუბნებით, რეალური საკითხი რაში ამას არც ვაყენებ, იმიტომ რომ თქვენ რომ მოიტანეთ ფიზიკური მაჩვენებლები ადამიანებში, ცხოველებშიც იგივეა. ცხოველებს რა უყოთ აბა? მამრი სხვანაირია, მდედრი სხვანაირია. ბუნებაა ესე მოწყობილი, მას შემდეგ რაც ეს ბუნება შეიქმნა. კი. და მათ შორის ისეთი ნიშნით, რომელიც სპორტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აგრესიულია მამრი. და მდედრი არ არის აგრესიული. ძაღლიც კი ადამიანებს მოყავთ, როცა უნდათ მშვიდობიანი ძაღლი უფრო მდედრი და როცა აგრესიისთვის უნდათ მამრი. ჩვენ ხედავთ, რომ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, ევროპულშიც დაიწყო ეს მძლავრი მოძრაობა. მართალია მიგრაციის მოტივია წამყვანი, მაგრამ მიგრაცია თვითონ ლიბერალიზმმა გააჩინა.
რომ აი ევროპული წესი არის, რომ ყველა იქ უნდა ცხოვრობდეს, სადაც უნდა და რა თქმა უნდა დააღირეს თავი და ვისაც უნდა ევროპულ კარგ ცხოვრებაში ჩართვა, წავიდნენ ევროპაში. ამან ევროპა ეხლა მიიყვანა კატასტროფის წინაშე. და უფრო დიდი პრობლემაა თქო, სწორედ დემოგრაფიული პრობლემები დგება. ინგლისი რაც გვინდა, ამერიკა ყველაზე უფრო დაცული არის თითქოს. დღეს გავრცელდა სწორედ კალსონის, ჟურნალისტი კალსონის მიმართვა, რომ ამერიკელების 40% არის დღეს ამერიკელი. ჩემ ახალგაზრდობაში 90% იყო. დანარჩენი არის მიგრანტები შევსებული. ახალი მიგრანტები, თორე ის 80%-ის თავის დროზე მიგრანტი იყო. სულ მიგრანტები იყვნენ, მაგრამ აი იქაც მოიშალა. დაიბადა ლიბერალიზმი მე-17 საუკუნეში, მაგრამ აი ესეთი სისტემატური სახე მისცა ლოკმა. მთელი მეცნიერების ემპირიზმის ფუძემდებელია, ესე იგი, რატო ვამბობ? მე-17-ში მეცნიერება კონკრეტული მეცნიერების სახით არ არსებობდა, ფილოსოფოსები იყვნენ. ისე რომ აი ეს იდეოლოგია ლიბერალიზმისა დაიდო ლოკის მიერ იქამდე სანამ მეცნიერება იქნებოდა. და ამ მეცნიერებაში ერთ-ერთი რომელიც ლიბერალებს სჭირდება, ერთ-ერთი მთავარი არის ფსიქოლოგია, რაც მე ვიცი, ბიოლოგიას რო თავი დავანებოთ. ფსიქოლოგია იმ ხრივ, რომ ლოკის მოძღვრება იყო, რომ ყველას შეუძლია მართვა. შეუძლია ყველას მართვა? ქართველებში ყველას ქონია, რომ შეუძლია მართვა. ლოკის მოძღვრება იყო, რომ ყველა უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც უნდა. სწორია, რომ უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც უნდა. ეხლა აი კალსონის მაგ მიმართვაში ეგ ფაქტია, რომ ჩვენ უკვე აღარ ვიცით სად ცხოვრობთ. არეულია, ქაოსის და როცა ესეთი მიგრაციული სივრცეა ქვეყანაში, იქ ყველას დისკომფორტი აქვს, იმიტომ რომ არ იციან სად ცხოვრობენ. ეს მთელი აი ეს სპექტრი რელიგიისა, წესები, ცხოვრების წესისა, გეოგრაფიისა, ეს ყველაფერი თუ ერთ მდგენელზე არ არის ტრადიციულზე, ანუ იმაზე სადაც მე დავიბადე და ვარ, ისე ცუდ დღეშია ადამიანი. ასეთი ლიბერალიზმი ადამიანს უმწეოს ხდის საკუთარ თავთან, მან აღარ იცის ვინ არის. და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, მით უმეტეს როცა აღარ იცის კაცია თუ ხალია. კიდე საოკი. ბატონო, ზეგა ერთი 15 წლის წინ ახლა ვინმეს რო ეთქვა ჩვენთვის, რომ აი ასეთ თემებზე ვისაუბრებდით სერიოზულად პირდაპირ ეთერში, სულ მცირე ბევრს ვიცინებდით, ხო? სულ მცირე. მაგრამ დღეს უკვე აღარ არის ეს სასაცილო, იმიტომ რომ ასეულობით მილიონს, შეიძლება მილიარდ ადამიანსაც და მილიარდობით ადამიანსაც კი გამოულაყეს ტვინი ისე, რომ დააჯერეს, რომ ადამიანი რო იბადება, სქესი მაშინვე კი არ მიენიჭება მას. არამედ შემდეგ მოგვიანებით აი რაღაც გარკვეული აღქმების მეშვეობით უყალიბდება თვითონ როგორაც და რასაც აღიქვამს. და ეს ძალიან ბევრი ადამიანს ჯერა და დღემდე ამას ამტკიცებენ. ესეთ აი ეს ფორმულა არის, ცნობილი ლიბერალური ფორმულა, რომ თავარია აღქმები და არა ფაქტები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს უფრო ფსიქოლოგიის კვლევის საგანია თუ უფრო ფსიქიატრიის? პოლიტიკური ფსიქოლოგიის განყოფილება გაიხსნა პირველად ამერიკაში. ოღონდ ეს განყოფილების სახით გაიხსნა ფსიქიატრიულ ასოციაციაში 70-იან წლებში. რატო ფსიქიატრიულში? იმიტომ რომ ახლო წარსულში იყო ნაცისტური გერმანიის ფაქტი. და მთელ მოაზროვნე ნაწილს იმდროინდელი საზოგადოების აინტერესებდა, ესენი ნორმალურები არიან თუ სადისტები არიან, როცა ადამიანის ტყავისგან ხელსაწყმელს აკეთებენ. თუ ნორმალურები. ეს მთელი სერიოზულობით დასმული კითხვა იყო. ამ კითხვამ გააჩინა გამოკვლევების მთელი ნაკადი მასში ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიაში. მერე კონფორმიზმზე ჩატარდა ცდები. აშის ექსპერიმენტები იყო.
ადამიანს აჩვენებენ ბარათებს. ერთ ბარათზე ერთი ხაზია და მეორე ბარათზე სამი ხაზია. და ეკითხებიან, რომელი სტოლია ის პირველი ხაზი, რომელი სტოლია. უშეცდომოდ პასუხობენ, შუა ხაზი. უშეცდომოდ პასუხობენ, არა, 100%-იანის. მერე აშმა ახალი სერია ჩაატარა, შემოიყვანა 5 კაცი, ოღონ გამოკითხვა დაიწყო ამ 5-დან. ახლა ეს 5 იყო ხელოვნური ცისპირები რა, შეკრული ასე. და 5-ვე იძახის, რომ იმ პირველი ხაზის სტოლი არის ნაპირა. ტყუია. შეგნებულად. და ექსპერიმენტი სწორედ მაგაზია, რა სიტყვის რეალური ცისფერი. შეისმის თუ არა აზრს. და იცვლის ალბათ ბოლოს. კი ბატონო. აქ 5 კაცია. და წარმოიდგინე მთელი ერი რო რაღაცას იძახის. რაოდენ სერიოზული შიზოფრენია და სიგიჟე შეიძლება ადამიანმა ნორმად გამოაცხადოს. და გახადო მისი შინაგანი სამყაროს ნაწილი ის სიგიჟე და ასე შემდეგ. წვენის დონეზე ჩაუნერგო. ხო, პრაქტიკულად შეგახსენებთ, დიდი ხანია ბოლო პერიოდში არ გავრცელებულა, ადრე უფრო მეტი ინფორმაცია იყო. 300 კაცია ეს სექტა. სექტის უფროსი და ისა ეს კონფორმიზმის წყარო, ასე ვთქვათ, მისი სიტყვაა. სექტის უფროსი აცხადებს, რომ თავი მოიკალთო. 300 კაცი იკლავს. ამ ყველაფერზე დაკვირვების და შემხედვარე, ხო, 2 წელია უკვე ვცდილობთ, რომ ჩვენს გადაცემაში რაღაცნაირად გავცეთ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას პასუხი, რომ ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი. გასაგებია ეს თანმიმდევრობა ყველაფრის გამომდინარეობა, ყველაფრის, ასე ვთქვათ, დაფინანსება მილიარდობით, ტრილიონობით, ზემოქმედება, გარყვნილების პროპაგანდა, ყველაფერი გასაგებია. რატომ ხდება ეს? ვის რაში სჭირდება ამდენი ტრანსგენდერი, ამდენი ცნობიერება დაბინდული, გადაკეთებული, დასახიჩრებული ადამიანი? მათით ჯანმრთელი საზოგადოების ჩანაცვლება ვის რაში სჭირდება? და ზოგადად ესე რაში ახალი ენა გააჩინეს. ხო, აი რაში უნდა გამოიყენონ ეს ადამიანები? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? აი ვიღაცის არანორმალურ ტვინში ეს ყველაფერი მოიხარშა და არაერთში, მაგრამ რაღაცა შედეგი აქედან ხო უნდა მიიღონ. დიდი შედეგია. კებელს ჰქონდა თუ გინდათ რომ დაგიჯერონ, დაუჯერებელი უნდა თქვა, ხო? რაც უფრო მეტს დაუჯერებელ სიტყვი, მით უფრო დაგიჯერებ. და დაგიჯერებენ რას ნიშნავს? შენი გვერდით დადგება, ხო? შენიანი გახდება. და მიდის მაგაზე ბრძოლა და ლიბერალიზმის იბრძვის მაგაზე, რომ თავის მიმდევარი გახადოს სამყაროს დიდი ნაწილი. ადამიანური საზოგადოების დიდი ნაწილი. თავის მიმდევარი რომ გახადოს ამისთვის და იბრძვის. რელიგია უნდა, კულტურა უნდა. სხვათა შორის ლიბერალიზმის თავისებურება არა, უფრო ღრმადზეს ეგ მოვლენა, ხო გამახსენდა რელიგიის ხსენებაზე. ქრისტე ამბობს, მიატოვე დედა და მამა შენ და გამომყევიო. ანუ ოღონდ ეუბნება თავის მოწაფეებს და არა მთელ საზოგადოებას. ანუ თუ კი ვინმე გინდა რომ გაიყოლო რწმენით, იმას სხვა მიზიდულობის წერტილები უნდა მოუხსნა. ანუ ამ ქვეყნიური უნდა დატოვოს, რომ რწმენას გაყოს, ხო, ბოლომდე და მის უმეტეს ახლა უფალს. და მაგაზია მიმართული ლიბერალური იდეოლოგიაც, რომ მიზიდულობის წერტილები ყველა ჩაუქრო და ერთადერთი მიზიდულობის წერტილი გახდეს ლიბერალური იდეოლოგია. აი საპროტესტო აქციები რა დაიწყო, ლონდონი იყო, ხო, ეხლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია მიგრაციის წინა. ეხლა იქ მიგრაცია არის ლიბერალური ღირებულება, ამას მერე სხვა ლიბერალური ღირებულებების დარტყმის თვალსაზრისით მოყვება და საზოგადოება, თვითონ დასავლეთის საზოგადოება
აპროტესტებს უკვე ლიბერალიზმის აი ესეთ კარდინალურ ვარიანტს. დასავლეთს უჩნდება, რატო გაჩნდა კონსერვატიზმი, ხო? ორბანები და ვიღა. დასავლეთს უჩნდება ტენდენცია, რომ მას უნდა რომ რწმენა კონდეს აი ეს კალცონ დღეს რომ თქვენთან მესამედ ვახსენებ, მაგით ამთავრებს თავის აი მიმართვას, რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქნა და ეს გვახსოვდეს. ანუ აი ტრადიციული, რელიგიური ამერიკა როგორც ღირებულება, ამერიკელი როგორც ერი გახდა ეს სანატრელი. ამისკენ იწყება უკვე ეს გახდა მიზიდულობის წერტილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ლიბერალიზმი ამიტომ იბრძვის გამწარებული, ის კარგავს ნელ-ნელა, დაკარგავს ნელ-ნელა იმ დომინანტურ როლს და პოლიტიკურ გავლენასაც და ეს ძალიან როგორც თვითონ ეს ამერიკელები ბევრი ამბობს, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუშვდეს მაგალითად ამერიკას. სამოქალაქო ომის პირას არისო ამერიკა დღეს. ის რომ დასავლეთში ესეთი აქტიური ბრძოლა დაიწყო აი ამ ფსევდოლიბერალური არაადეკვატური მიმართულებების წინააღმდეგ, ეს გარკვეულწილად აჩენს იმედს, რომ ეს პატარ-პატარა გამარჯვებები თუნდაც იგივე დასავლეთში საბოლოო ჯამში რაღაცა ამ დიდი ომის მოგების საშუალებას ერთი რამე არ დაგვავიწყდეს, ყველგან არის მთავარი პრინციპი, რომ ზღვარი ზომა და წონა უნდა იცოდეთ, თორე თავის დადებითი ლიბერალიზმსაც აქვს, ფუნდამენტალურ რელიგიასაც აქვს, პატრიოტიზმსაც აქვს და ასე შემდეგ. უკიდურესობა ხდება უკვე მერე პრობლემა. თავარია ოქროს შუალედი. ხო. დიდი მადლობა. პირიქით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ ასეთ რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო თემებზე და დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გახდათ. ამ გენდერულ შიზოფრენიას, რომელსაც ქალთა სპორტში ბიოლოგიური მამაკაცების მონაწილეობა ჰქვია, უკვე რამდენიმე წელია თავისი ვარსკვლავები და ცნობადი სახეები ჰყავს. მაგალითად, ამერიკელი მოცურავე 2 მეტრიანი მამრი ლია თომასი, რომელმაც ამერიკელ ქალ სპორტსმენებს ყველა მედალი წაართვა, რეკორდები დაამყარა და ქალ მოცურავეებს სურვის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დააკარგვინა. კუნთმაგარი ფალონ ფოქსი, წესების გარეშე მებრძოლი მამაკაცი, რომელმაც ქალივარო გამოაცხადა და რინგზე უამრავი ქალი დალეწა. ზოგს ძვლები დაუმტრია, ზოგსაც ტვინის შერყევა დამართა. მაგრამ ყველაზე ცნობილი ქალების მსურველი მამრი მაინც ალჟირელი მოკრივე იმანე ხალიფია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალების რინგზე ცემამ ამ კაბაში გამოწყობილ მამრს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. ხალიფთან და მის ჩემპიონობასთან დაკავშირებული სკანდალი წელიწადზე მეტია არ ცხრება. ესეც სწორედ იმ კატეგორიის აბსურდიდანაა, ტრანსგენდერების ქალთა სპორტში მონაწილეობა, მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებების დაცვა, თუ პირიქით, უსამართლობა და შიზოფრენია. როგორც არ უნდა გვეცინებოდეს ამ გიჟურ დილემაზე, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის პროპაგანდისტული მედია მანქანების მეშვეობით იმდენ ადამიანს გამოულაყეს ტვინი, რომ არა მხოლოდ ევროპაში და ამერიკაში, საქართველოშიც ნახავთ უამრავ ლიბერას, რომელიც იმის მტკიცებას დაგიწყებთ, რომ იმანე ხალიფი მიუხედავად Y ქრომოსომისა მის ორგანიზმში ქალია და მისთვის ქალთა კრივში მონაწილეობის აკრძალვა საშინელი დანაშაული ჰომოფობია და ტრანსფობია. ასეთებს შეგიძლიათ უთხრათ, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ლიბერასტულ დასავლეთშიც კი ბევრი რამ შეიცვალა. ვაშინგტონიდან დაბერილმა კონსერვატიულმა ნიავმა ბევრს deep state-ის დაკრულზე ცეკვა გადააფიქრებინა და საღად აზროვნების უნარი დაუბრუნა. მაგალითად, მსოფლიო კრივის საერთაშორისო ფედერაციას არაგერიოთ ის კრივის საერთაშორისო ასოციაციაში. მსოფლიო კრივის ფედერაცია კრივის სამყაროში გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ორგანიზაციაა. და აი ამ მთავარმა ორგანიზაციამ 3 თვის წინ 1 ივლისს დაადგინა, რომ ამიერიდან 18 წლის ზევით ყველა მოკრივემ უნდა გაიაროს გენდერის დადასტურების ტესტი. იმისთვის, რომ აღარ მოხდეს ისეთი უსამართლობა, რაც შარშან პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა და ხალიფის მსგავსმა შარლატანებმა ქალების კუთვნილი ოქროს მედლები ვეღარ მიისაკუთრონ.
თქვენ გონიათ ამ გადაწყვეტილებამ იმანე ხალიფი დააშოშმინა, შეაშინა, ან სპორტიდან დამალვის სურვილი გაუჩინა? პირიქით, ეგ როგორ გამიბედეთო და მსოფლიო კრივის ფედერაციას სასამართლოში უჩივლა. რა უფლებით მთხოვთ გენდერული ტესტის გავლასო? სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ქალი ვარო. თანამედროვე დასავლური სპორტი უკვე აღარ არის თავისუფალი ასპარეზი. ის გარდაიქმნა იმიტირებულ სპექტაკლად, რომელსაც მართავს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე Deep State. ეს სისტემა მოქმედებს პოლიტიკურ და მედია ელიტათა ჭრილში იმგვარად, რომ თავად საზოგადოებაც ვეღარ ამჩნევს, როგორ ხდება რეალობის თანმიმდევრული გადაკეთება იდეოლოგიური მიზნების შესაბამისად. სპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ნიჭის, შრომისა და სამართლიანი კონკურენციის სივრცე, თანდათან იქცა იმ სისტემის ინსტრუმენტად, რომელიც ჭეშმარიტებას ცვლის სიცრუით, ფაქტებს სლოგანებით და ბუნებრივ განსხვავებებს იდეოლოგიური ხელოვნურობით. Deep State-ის მიერ კონტროლირებული იდეოლოგიური წესრიგი აღარ ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს. მას არ სჭირდება სიმართლე, რადგან თავად განსაზღვრავს თუ რა უნდა ჩაითვალოს ჭეშმარიტებად. ამ ფონზე სპორტი, რომელიც ოდესღაც იყო ადამიანის ფიზიკური ძალის, ნებისყოფისა და გამორჩეულობის ზეიმი, გადაიქცა სცენად, სადაც ბუნებრივი რეალობა იდეოლოგიურ ცენზურას ექვემდებარება. ეს პროცესი მხოლოდ სპორტზე არ მოქმედებს, ის ასახავს დასავლეთის ფართო კულტურულ ტენდენციას, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე Deep State საკუთარ გავლენას ამყარებს არა გამჭვირვალე წესებით, არამედ ინფორმაციული და ფსიქოლოგიური манипуляციებით. სწორედ ამ მექანიზმის მეშვეობით იქცა სპორტიც იდეოლოგიური ორთაბრძოლის ველად, სადაც შედეგს აღარ წყვეტს სპორტსმენის ძალა, არამედ ის თუ რამდენად თავსებადია მისი არსებობა დომინანტ იდეოლოგიურ წესრიგთან. იმანე ხალიფის საქმე ამ პროცესის მკაფიო ილუსტრაციაა. ტრანსგენდერი, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კრივის კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა. ადამიანი, რომელიც როგორც შემდგომ გავრცელებული სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, სინამდვილეში არავითარი ქალბატონი არ არის, ის ბიოლოგიური მამაკაცია. იმანე ხალიფის ბიოლოგიური სქესის შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის 1 ივნისს გახდა საჯარო. ეს მნიშვნელოვანი და სკანდალური ფაქტი პირველად სპორტულ გამოცემა Three Wire Sports-ზე გამოქვეყნდა ამერიკელი ჟურნალისტის ალან აბრაამსონის მიერ. სტატიის მთავარ მტკიცებულებად დასახელდა სამედიცინო ტესტის შედეგები, რომლებიც ხალიფის ბიოლოგიურ სქესს ეხებოდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტესტები ჩატარდა 2023 წლის მარტში ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მდებარე ავტორიტეტულ ლაბორატორიაში დოქტორ ლალ ფათლაფსიში. კვლევამ გამოავლინა, რომ იმანე ხალიფის ქრომოსომული კომპლექტი იყო XY, რაც ბიოლოგიურ მამაკაცს ახასიათებს. XY კარიოტიპი არის გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს მამაკაცურ სქესს, რის საწინააღმდეგოდაც ხალიფი ქალთა სპორტულ შეჯიბრებაში ასპარეზობდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Deep State-ის დაქვემდებარებული ოლიმპიური კომიტეტი ამ ინფორმაციას დეტალურად ფლობდა, რადგან აღნიშნული დასკვნა მიღებული იყო 2023 წელს ნიუ-დელიში ჩატარებული სამედიცინო ანალიზების საფუძველზე. თუმცა ოლიმპიადის წინ მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა იდეოლოგიური ინტერესებისთვის განაცხადა, რომ იმანე ხალიფი არის ქალი, ხოლო ყველა სამედიცინო ანალიზი, რომელიც მის ბიოლოგიურ მამაკაცობას ადასტურებს, გაუმართლებელი ბრალდება და რუსული манипуляция იყო. თუ მტკიცებულებებზე არ მოხდება манипуляция, შედეგი კრისტალურად მკაფიო იქნება. ძველი სცენარი ისევ მეორდება. საერთაშორისო კრივის ასოციაციის 2022 და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ ქრომოსომულ ტესტებში მოკრივის დნმ-ში აღმოჩნდა XY მარკერები, რაც მამრობითი კარიოტიპის სინდრომს განასახიერებს. ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ ფაქტის შესახებ იცოდა. დღეს ქალთა სპორტის სახელით რინგზე იბრძვიან ადამიანები, რომელთა ფიზიკური სიმძლავრე ზღვარს ცდება და ჯანმრთელობასთან ერთად ქალი სპორტსმენების სიცოცხლესაც რეალურ საფრთხეს უქმნიან.
ეს დრამატული სიმბოლოა იმ სიღრმისეული კრიზისისა, რაც თანამედროვე სპორტს და მთლიანად ქალთა შეჯიბრებებს ემუქრება. ამის მკაფიო მაგალითია იტალიელი ანჯელა კარინი, რომელიც იმანე ხალიფის პირველი მეტოქე იყო. კარინიმ ალჟირელ მოკრივესთან ბრძოლა სულ რაღაც 46 წამში შეწყვიტა. ხალიფის დარტყმებმა ბიოლოგიურ ქალ სიცოცხლის ხელყოფის რეალური რისკი შეუქმნა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ კარინი უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც იმანე ხალიფის ბიოლოგიური მამაკაცის წინააღმდეგ დააპირისპირა. იტალიელმა მოკრივემ განაცხადა, რომ დაპირისპირების დროს ის უკვე ვეღარ სუნთქავდა. ბრძოლის დროს ისმოდა, როგორ ეუბნებოდა კარინი თავის მწვრთნელებს, რომ ეს უსამართლობა იყო. საბოლოო ჯამში მსოფლიო კრივის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ყველა 18 წელზე უფროსი სპორტსმენი სავალდებულო სქესობრივი ტესტირების გავლას დაექვემდებარება. ამ პოლიტიკის ფარგლებში ალჟირელი მოკრივე იმანე ხალიფი, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა, კონკრეტულად იქნა მოხსენიებული. ფედერაციამ განაცხადა, რომ ხალიფს ტესტირება უნდა ჩაუტარდეს, რათა მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. სავალდებულო ტესტირების შემოღება იქნება სქესის, ასაკისა და წონის შესახებ ახალი პოლიტიკის ნაწილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მონაწილის უსაფრთხოება და შეიქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები მამაკაცებისა და ქალებისთვის. თუმცა Deep State არ აპირებს ასე მარტივად დათმოს მის მიერ მსოფლიოსთვის თავს მოხვეული LGBT დღის წესრიგი. ხალიფმა 2025 წლის აგვისტოში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომ მსოფლიო კრივის ფედერაციის მიერ შემოღებული სავალდებულო ტესტირება უკანონო იყო და ქალთა კრივის კატეგორიაში მონაწილეობის უფლების აღდგენა მოითხოვა. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ტესტირების დროებით შეჩერების შესახებ, რის გამოც ხალიფმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. 2025 წლის 1 სექტემბერს სპორტის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უარყო მოთხოვნა მსოფლიო კრივის ფედერაციის გადაწყვეტილების დროებითი შეჩერების შესახებ საქმის განხილვამდე. მხარეები ამჟამად წერილობითი დოკუმენტების გაცვლას აგრძელებენ და მათი შეთანხმების საფუძველზე მოსმენა დაინიშნება. იმანე ხალიფი, რომელმაც უკვე ერთხელ მოიპოვა გამარჯვება ქალთა რინგზე მამაკაცური ძალის წყალობით, ახლა ხელახლა იბრძვის არა სპორტისთვის, არამედ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიური ქანდაკების დასამკვიდრებლად. ეს კი აღარ არის მხოლოდ ოლიმპიური ამბიცია, ეს არის ღიად გამოცხადებული ომი ქალის არსებობის საზღვრებზე. როგორც ხედავთ, ნელ-ნელა, მაგრამ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილის გამოფხიზლება მიმდინარეობს. უსამართლო ოლიმპიური ჩემპიონი იმანე ხალიფი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არ დაუშვეს, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ხოლო გენდერული ტესტის ჩაუბარებლობის გამო არც ერთ შეჯიბს რომ აღარ მიაკარებენ, ეს უკვე ნამდვილი გამარჯვება იქნება. თუმცა მოდუნების უფლება ჯერ არ გვაქვს. ასეთი მილიონი ბრძოლაა მოსაგები იმისთვის, რომ ლიბერალურ ფაშიზმთან გადამწყვეტი ომიც მოვიგოთ. ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.